პრემიერა გვაქვს მარჯანიშვილის სპენში სპექტაკლი სახელწოდებით კლოუნის თვალთახება. ეს არის ხელოვანი ადამიანის ცხოვრება, ძალიან მძიმე, ძალიან ტრაგიკული. ხელოვანს, რომელსაც ართმევენ თავისუფლებას, ხელოვანს, რომელსაც ართმევენ ღირსებას. გამორიცხულია, რომ მან პროტესტი არ გამოხატოს. გამოხატოს პროტესტი იმ ეპოქის მიმართ, რა ეპოქაშიც მას უწევდა ცხოვრება და მისი პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანია. თავისუფლება არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი და თუ ადამიანს შეზღუდული აქვს ეს თავისუფლება, შესაბამისად ის რაღაც ახალს ვერ შექმნის და ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ხელოვანის პროტესტი ყოველთვის არის ძალიან გამორჩეული და ძალიან გამომსახველი. ჰაინრიხ ბიოლი, კლოუნის თვალთახება. ყველაზე განსხვავებული ადამიანი, იმიტომ რომ მას თავისი თვალთახედვა აქვს ამ სამყაროს მიღმა სადღაცას შორს და მისი რთულად ესმის. არ უნდა წამოსულიყო. არა, უნდა წამოსულიყო. არ უნდა წამოსულიყო. არა უნდა წამოსულიყო. მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც მაქვს ჩემი თავმოყარეობა. ასე რომ უნდა გაგრძელებულიყო, მეც ხომ მაქვს ჩემი პრინციპები. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გადახტეს ზღვაში, მაგრამ მას ხელებს უკრავენ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც შიგნით არის, წყალში, ღრმად ძალიან და ცდილობს, რომ გაცუროს. რთული ცხოვრების მატარებელი არის. ებრძვის სამართალს, არსად არ არის სამართალი, სად არის სამართალი. აკეთებს თავის საქმეს, რომელზეც სიგიჟემდე არის შეყარებული, მაგრამ ხელს უშლია. თუ რამეს აკეთებს, უნდა უხაროდეს, თორემ ავათხდება. სხვანაირად არ გამოდის. მაინც უბრუნდება თავის პროფესიას, მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ეს არის დღევანდელობა. ხო, სახეობებს ანაკლებენ, ან იმაზე მეტ უხდიან, ვიდრე იმსახურებენ. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, მე ვთამაშობ თოჯინა მარის, რომელიც ცოცხლდება მთავარი გმირი ჰანსისთვის. ჩემი როლი სპექტაკლში არის ორსახოვანი, ვარ ნამდვილი და თან წარმოსახული. და სწორედ ამ ნამდვილ და წარმოსახულ სამყაროში ვეხმარები ჰანს დაკარგული ღირსების და თავისუფლების მოპოვებაში.